ჟურნალისტი ქალბატონი თინა, გიყვარს ადამიანი, რომელმაც გამოსა ჩააბარა და ცოტა თავში აუვარდა. ძალიან უყვარდა. კეთი, რომელსაც ისტორიების მოყოლა და მოსმენა უყვარს. და ყველა შულზე მეტად უყვარდა. რომელიც სულ უკმაყოფილოა და ყველაფერს ავნებს და აფუჭებს. Hey, 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 razmete tu moju luci czarnogalawina. Nasza sławna Ukraina, ბაღიც რო იყოს გასწორებ კაცი. არაფერი იქნება ყვავილი და მარტო მიწას ხوار გადაუღო. Naša slavna Ukraina, kažuri vasa. დააყარეს ქართველებმა ერთმანეთს უკრაინა ისათინა შოლცი რომ იდევს იმას მოგონდიო თავდაცვის მინისტრს ვერბოქს დემე უარი რო თქვა იმ არაკრიტიკულ Wow, das ist der Verstunde. Ja, was? Hey. მარტო ასფალტი არ არის. მანამდე მიწა სწორად უნდა გამაგრდეს, გაკეთდეს დრენაჟი და ფენები სწორად უნდა დაიგოს. გერმანიაში ამას თვეები და ხანდახან წლებიც კი ეთმობა. სანამ ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში არ იქნება, ასფალტს არავინ დააგებს. ჩვენთან კი ხშირად ჩქარობენ, ტენდერია, ვადებია, მიწა ბოლომდე არც დამჯდარა, უკვე ასფალტსაც აფენენ. აი რატომ ხდება, რომ გერმანიის 20 წლინანდელი გზა ხშირად უკეთესია, ვიდრე ჩვენთან ახლად დაგებული. პრობლემა ახალობაში არ არის. პრობლემა არის როგორ კეთდება. პირველი, გზა იწყება არა ასფალტიდან, არამედ მიწის მომზადებიდან. გერმანიაში სანამ ასფალტს დააგებენ, თვეებით ამოწევენ. პირველი, ნიადაგის სიმკვრივეს. მეორე,
ტენიანობას, მესამე მიწის სართულების სტაბილურობას, მეოთხე თერმულ გაფართოებას, ანუ როგორ რეაგირებს სიცხე ციუზე. სანამ მიწის ფენები არ მიაღწევს განსაზღვრულ სიმკვრივეს, ასფალტის დაფენა აკრძალულია. საქართველოში კი ხშირ შემთხვევაში ხდება საპირისპირო. დრო აჩქარებულია, რადგან ტენდერი ხვალ უნდა ჩაბარდეს, ანგარიში უნდა დაიხუროს. ბუნებრივი გაჯერების დრო არ იცდის. ამის გამო ასფალტი ხშირად იდება ჯერ კიდევ ცოცხალ მიწაზე, რომელიც შემდეგ ზაფხულში იკუმშება და გზაც მაშინვე იბზარება. ასფალტის შემადგენლობა გერმანიაში ასფალტი განსხვავებული ფორმულით მზადდება. დატვირთვის მიხედვით, საავტომობილო მაგისტრალი მაღალი ტემპერატურისადმი გამძლე მარცვლოვანი შემადგენლობა. ქალაქის ქუჩა მეტ ელასტიურობას აძლევენ. პარკინგი უფრო იაფია, მაგრამ ნაკლებად გამძლე. ანუ გზას უკვეთავენ როგორც შეკერილ კოსტუმს. საქართველოში ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე სტანდარტული ასფალტი იდება ყველგან. იქნება ეს მაგისტრალი, მთა, ქალაქი თუ სოფელი. და მერე ვიძახით, როგორ ჯდება ერთი წლის შემდეგ. იმიტომ რომ მასალა არ იყო გათვლილი ტემპერატურაზე, პლუს ნაწვიმარზე, პლუს ტრანსპორტის სიმძიმეზე. ახლა კი ვისაუბროთ კლიმატზე და ექსპლუატაციაზე. გერმანიაში კლიმატი უფრო სტაბილურია, ტენიანობა ჰაერშიც ეგრეთსაა და ტემპერატურის რხევა შედარებით მცირეა. საქართველოში ზაფხულში 40 გრადუსი, ზამთარში -15 გრადუსი. ხან წყალი და ხან თოვლი მთიანი რელიეფი. ასფალტი პირდაპირ მუშაობს ასეთ პირობებში, თუ მასალა არ არის გამძლეობით შერჩეული, გზას ბზარს აუცილებლად გაუკეთებს. ახლა კი ვისაუბროთ კონტროლზე და გარანტიაზე. გერმანიაში კომპანიას გზა აქვს 5-დან 12 წლამდე გარანტიით. თუ 3 წელიწადში გზას ბზარი გაუჩნდა, კომპანია საკუთარი ფულით აღადგეს. საქართველოში პრაქტიკაში ასეთი კონტროლი ხშირად ფორმალურია. ანუ გზა რო გაფუჭდა, პასუხისმგებელი უკვე გადახსნილია, ან ტენდერი წავიდა. საბოლოოდ კარგი გზა ასფალტით არ იწყება. კარგი გზა იწყება იმით, როგორაა გაკეთებული საფუძველი, რამდენი დრო, ყურადღება და სინდისი არის ჩადებული. სადაც ეს ყველაფერი წესიერად კეთდება, გზა 10 წლეულებს უძლებს, სადაც ჩქარობენ. ერთი სეზონი და უკვე ვიჯერებთ. აჰა, განსხვავებაც ესაა. Potaria ხალხი. Hi. Დამაკა. Ნიკა. Კაცა. ამოდი აქ შევიდეთ. ცოტა ხანი კამერა დაწია. Ich bin nicht den ganzen Tag zu Hause, wir müssen ja auch mal durch die Gegend reisen und sowas. Gedajmy. Akademiker und Architekt dieser Jussow. Beleidigen tut dich, wenn du deine Ex. Oh, ich bin Wilhelm Caroline von Dänemark. Ruhe jetzt! Kein Wort mehr über Caroline. Nicht nur, dass die Ehe meiner Eltern endete im Scherbenhaufen, ich musste es ihnen schließlich gleich tun. Da lob ich mir meine 4 Mätressen. Wo war ich? Ach ja, ein Ruhesitz sollte sie für mich sein. Meine Löwenburg, ein Ort der Repräsentation. Sehen Sie es mir bitte nach, aber derlei touristisches Eindringen habe nicht ich zu verantworten. Ich wage es kaum zu fragen, aber sicherlich ist Ihnen auch nicht entgangen, dass das Kurfürstentum mittlerweile gar nicht mehr existiert. Schande ist das. Schon wieder eine französische Revolution? Alles gab ich dafür, den Kurfürstentitel zu erhalten. Und nun das.
Nicht nur für den Kurfürstentitel. Hm? Sie haben sogar einiges dafür springen lassen, dass man sie auch König der Schatten nennen soll. Ja, was für ein albernes Begehren, wenn ich es recht bedenke. Diese Erhebung sollte mir verwehrt bleiben. Doch mein Kurfürstentitel betitelt den Art königliche Hoheit. Schade nur, dass Kaiser Franz II. ნახეს რა ამაზია. მადლობა. ნახეს. ვანს შილცაც გადავა. კი. გადავა. ხო დადგე შილცთან. ლოჩები არის. აგერა ეს ეს გადავა. ოც გადავა ნახევარზე. აბა. და მოიტანე ახლოს ხურიც. არა, ახლოსში მისცენ მიიტანე. ეგრე ვერ მიაქახლოს. გავადიდებ. შეიძლება? კი, მონტაჟი შეიძლება გავადიდო. ეგ შეიძლება მონტაჟის დროს მოიტანო თუ ეხ? კი, მონტაჟის დროს შემიძლია Winter-ის კაპი. არ შეგიძლია სამწუხაროდ. მონტაჟის დროს. ოკეი. მონტაჟის ათათი ყავი ნიკუშა გარედან? შიგნი? არა, გარეთ. ისე. ოღონდ შეფასაცმლის რეალებს? ცოტა. შიგნით ვიყავ. ნელა შეგთან. გვანცა ფრთხილად მან არ გადავარდეს ბავშვი მოიცადე. ნე. ნელა რა მაშინ. Komm her. Da lang. მოდი აი ესად გადაგიბოს. Paranoia is in bloom, the PR transmissions will resume. They try to push drugs and keep us all dumbed